იცით ალბათ რომ სკოლებში დაფიქრეთ და მუნის შემთხვევები და მუნზე ვისაუბრებ, რა არის მუნი, როგორ გადაეცემა, რა იწვევს, რა სიმპტომები აქვს, როგორ მივხვდეთ რომ მუნია, როგორ დავიცვათ თავი, როგორ უმკურნალოთ და როგორი პროგნოზი აქვს. კარგი ამბავი ის არის რომ მუნი არ კლავს, ანუ სიცოცხლისთვის საშიში არ არის. ცუდი ის არის რომ ძალიან შემაწუხებელია, შემაწუხებელი ქავილი იცის. ასევე სტიგმატიზირებულია, ანუ ადამიანები ანუ უფრთხიან და უარყოფითად უყურებენ, რა თქმა უნდა. და მთავარი მახასიათებელი არის ძლიერი ქავილი, რომელიც ძლიერდება განსაკუთრებით ღამე. ნებისმიერი შემთხვევა თუ ადამიანს აქვს ძლიერი ქავილი და ძლიერდება ეს ღამე, უნდა მიიტანოს ეჭვი ადამიანმა მუნზე. შეიძლება რა თქმა უნდა მუნი არ იყოს, შეიძლება იყოს ეგზემა, ან დერმატიტი, ან კონტაქტური დერმატიტი, ან უბრალოდ ნაკბენი რამე მწერის, მაგრამ მუნი ამ დროს უნდა გამოირიცხოს, ძალიან მნიშვნელოვანია. მუნს ახასიათებს ასევე გამონაყარი შეიძლება იყოს პაპულები, ანუ მცირე წითელი გამონაყარი, შეიძლება ბუშტუკები ქონდეს, შეიძლება ბუშტუკების გარშე და პატარა ტუნელები, კიდე პატარა ხვრელები, რომელსაც თვითონ ეს ტკიპა აკეთებს პატარა ხვრელებს კანში და ეს ხვრელები შეიძლება შეამჩნიოს ადამიანს. შეიძლება ვერ შეამჩნიოს, თუ ადამიანი იქავებს ძალიან, ისე იყოს შეიძლება დასიებული, გაწითლებული კანი, რომ ხვრელები იქ ვერ შეამჩნიოს, მაგრამ შეიძლება რომ შეამჩნიოს. ძირითადად აი თითებს შორის ვითარდება იდაყვებზე თითქმის ყველგან შეიძლება იყოს, მაგრამ ყველაზე ხშირად გლევს ვამბობ, ანუ თითებს შორის არის იდაყვებზე გენიტალიების მიდამოში და წელის გარშემო. ეგ არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ადგილები, სადაც უნდა ვეძებოთ აი ეს ხვრელები, პატარა ტუნელები, რომელსაც აკეთებს აი ეს ტკიპა. შეიძლება განვითარდეს კვანძებით, კვანძები არის 1-2 სანტიმეტრის სიდიდის ამობურცულობა კანზე. ეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გამოა და რამე სასწაულს არ აკეთებს, ეგ ტკიპა უბრალოდ ცხოვრობს კანში, ჩადის, კვერცხებს დევს და მერე ამოდის და აი ამ ხვრელებს მაგიტო ხედავთ. რამდენიმე დღეში ერთხელ კვერცხებს დევს და იმ კვერცხებიდან გამოიჩეკება და ამის საწინააღმდეგოდ კვერცხების მერე თვითონ განავალს რო გამოყოფს ეს ტკიპა, მის მიმართ მის საწინააღმდეგოდ ვითარდება იმუნური რეაქცია და ამას ჩვენ გრძნობთ როგორც ქავილი და არის შემაწუხებელი. ხშირია თუ არა, ხშირია. ბავშვების დაახლოებით 30%-ს ემართება ცხოვრების რაღაც ეტაპზე მუნი. ოღონდ უფრო მეტად დაბა სოციოეკონომიკურ ფენაში არის გავრცელებული, ანუ რატო? იმიტომ რომ ყველაზე ხშირად არის ახლო კონტაქტით გადადის. ანუ როგორც წესი, უბრალო ხელის ჩამორთმევით და ჩამორთვა ხელი გაიარა, ესე ნაკლებად გადადის. უფრო მეტად გადადის ერთი ჩახუტებით, თუ აი აქტიურად თამაშობენ ბავშვები, ანუ ხელის ხელთან კონტაქტი თუ ძლიერი ხანგრძლივი, დიდი ალბათობა ამაგისი რომ გადაეცეს. და ოჯახის წევრებს შორის ძალიან ადვილად გადადის. განსაკუთრებით მithumelis, თუ ერთ საწყოში წვანან ან ერთ და იგივე პირსახოს მოიხმარენ და ასეთ შემთხვევაში მაღალი ალბათობა გადაცემის, ამიტომ არის რომ ოქროს წესივით არის რომ თუ ოჯახის ერთ წევრს დაემართა, ოჯახის სხვა წევრებიც მკურნალობენ, ანუ მკურნალობა აუცილებელია. მუნი მიეკუთვნება ადვილად გადამდებ დაავადებას, მიუხედავად იმისა, რომ ანუ ძალიან ერთჯერადი კონტაქტით არ გადადის, მაინც ადვილად გადამდებ დაავადებას მიეკუთვნება. ინკუბაციის პერიოდი დაახლოებით აქვს 6 კვირა, 6 კვირამდე მანამდე შეიძლება, ანუ რას ნიშნავს, რომ კონტაქტიდან პირველი სიმპტომების გამოვლინებამდე. მაგრამ თუ ერთხელ დაემართა ადამიანს მუნი, მერე უკვე ინკუბაციის პერიოდი მცირე აქვს, ანუ მეორედ თუ ემართება, უკვე მალევე გამოვლინდება სიმპტომები, იმიტომ რომ მისი იმუნური სისტემა ცნობს მუნს, თუმცა ვერ იცავს. ამიტომ შესაძლებელია, რომ მუნი ადამიანს დაემართოს ორჯერაც, მეტჯერაც და ბევრჯერ. ზოგადად, ეხლა რო ვთქვათ, რომ რაღაც პარაზიტებით სავსე ადამიანი ასე არ არის, მუნის შემთხვევას ვამბობ, დაახლოებით 10-15 პარაზიტი ყავს ხოლმე საშუალოდ ერთ მუნიან ადამიანს. ანუ რო ვთქვათ, რომ რაღაცა ძალიან გადამდებია, ძალიან სასწაულია, ესე არ არის, ოღონდ ეძახიან ესე ქერქოვანი მუნი, ქართულად crusted moon არის ინგლისურად, ნორვეგიულ მუნსაც ეძახიან, რომ ასეთ შემთხვევაში მილიონობით პარაზიტი შეიძლება ყავდეს. ანუ თუ კი ქერქის წარმოქმნა ხდება, და ფსორიას გავს უფრო გარეგნულად, ეგეთი მუნი თუ აქვს ადამიანს და
ეგ მუნი პარადოქსულად შეიძლება საერთოდ არ იწოდეს ქავის ან მინიმალურ ქავის იწოდეს. ამიტომ ქავილი მიუხედავად იმისა, რომ პათოგნომური ნიშანია მუნისთვის, აი ამ ქერქოვან მუნს, რომელიც უფრო საშიშია და ძალიან ადვილად გადადის, შეიძლება არ ახასიათებდეს და გავდეს უბრალოდ ფსორიას. აი ეგ ემართებათ ადამიანს, ვისაც იმუნიტეტი დასუსტებული აქვთ. შეიძლება იყოს აივ ინფექციანი ადამიანები, შეიძლება იყოს დიაბეტიანები, ან სხვა ინფექციანი, ან ვისაც იმუნიტეტი მნიშვნელოვნად დასუსტებული აქვს. მუნის დიაგნოსტირება ხდება კანიდან არაფხეკით და შემდეგ დერმატოსკოპით ან კვერცხის იპოვის ან თვითონ მუნის ტკიპას იპოვის კიდე ადჰეზიური დასაკრავებია და იქიდან შესაძლებელია მასალის აღება. მუნი შეიძლება გავდეს სხვა დაავადებებს, გავდეს ატოპიურ დერმატიტს, მაგალითად კონტაქტურ დერმატიტს, შეიძლება ალერგიას, შეიძლება სხვა პარაზიტების ნაკბენს, მაგალითად ეგზემა თუ ან ატოპიურ დერმატიტი იგივე, მაშინ ადამიანს აქვს ისტორია ან ალერგიული რინიტის, ან ასთმის, ან მშობლებს აქვს და მაგით შეიძლება განსხვავების გაკეთება. კონტაქტურ დერმატიტებში ისტორია შეიძლება ქონდეს რაღაც ქიმიური ნივთიერებებთან კონტაქტის ადამიანს, მაგრამ ყველაზე მთავარი არის, რომ ის მიმდევრობა, რომ ანუ ეკავება, ღამე ძალიან ეკავება. თუ ამ ტუნელებს და ხვრელებს იპოვი კანში, ეგ ძალიან მაღალი ალბათობით მუნია და ან დიდი ფილოსოფია არ ჭირდება მაგას. ხო. ახლა თუ უმკურნალებთ მუნს 4 კვირის განმავლობაში ქრება, სიმპტომებიც ქრება, თუ იმას ვამბობთ, რომ ახლა შეიძლება გაგრძელდეს ქავილი, მაგრამ კვირების განმავლობაში, მაგრამ ადამიანს მუნი არ ქონდეს, ეს შეიძლება ეს ალერგიული რეაქციის გამო. პერმენტინი არის კრემი 5%-იანი, რომელიც გამოიყენება ამ დროს როგორც სამკურნალო საშუალება მთელ სხეულზე, მოკლედ კისერზე, თითები, ფრჩხილების ქვეშ, ყველგან მოკლედ უნდა წაისვას სხეულზე მთლიანად ადამიანმა და გაიჩეროს დაახლოებით 8-14 საათის განმავლობაში, 1 დღის განმავლობაში და შემდეგ უნდა ჩამოიბანოს. ეს არის მკურნალობა და ეს კეთდება პირველ დღეს, ანუ როცა იწყებ მკურნალობას და 1 ან 2 კვირის თავზე, ორჯერ, ანუ ორჯერ უნდა იმკურნალო აი ამ კრემით. ივერმექტინია კიდე ესეთი პრეპარატი, რომელიც არის დასალევი, ესეც ეგეთი არის, ოღონდ დასალევი, ან ჯერ ერთხელ დაილევა, 1-2 კვირის მერე მეორეც დაილევა და ესეც სამკურნალო საშუალება, ოღონდ ეს ივერმექტინი არ არის ეფრუი არ აქვს, მოკლედ FDA-ის მიერ და ყველა ქვეყანაში არ გამოიყენება აქტიურად, თუმცა ბევრგან გამოიყენება მოკლედ, მაგრამ ოქროს სტანდარტი მაინც პერმენტინის კრემია ორჯერ, ეგ არის ყველაზე მთავარი. რაც ადამიანს რა პერსონალურ საგნებთანაც მკვეთრი კავშირი ქონდა იმას, ის ყველაფერი უნდა გაირეცხოს, მოკლედ მინიმუმ 50 გრადუს ტემპერატურაზე და უნდა გამოშრეს, თუ კი ანუ საუბარია ბალიშებზე, იმაზე საბაზე და ეს რაღაცებზე, 72 საათის განმავლობაში უნდა დააპაკეტო ისეთი რაღაცები, სადაც ვერ რეცხავ და 72 საათის მერე უკვე მოკვდება, ან დიდხანს ვერ ძლევს მოკლედ ეს პარაზიტი სხვა ზედაპირებზე, 72 საათი და იდეალურ შემთხვევაში მეტი შეიძლება გაძლოს, მაგრამ ძალიან იშვიათია რა, რომ რაღაცა მე იქიდან გადაედოს ადამიანს, იშვიათია ეს რაღაცა. ნივრის ზეთზე იყო, რომ რაღაც შეიძლება კონდეს მოქმედება, მაგრამ რომ თქვათ რაღაც დიდი კვლევები გვაქვს, ესეთი არა, რომ რითიც შეიძლება რომ უმკურნალოს ადამიანმა თავის დაცვა რითი შეიძლება. პირველი რომ თუ ოჯახის წევრს დაუფიქსირდა ოჯახის ყველა წევრი მკურნალობს, იმიტომ რომ პინგ-პონგის ეფექტი არ მოხდეს რა, ამან იმკურნალა, მე ამან იმას გადაძლო, მე იმას დაემართა, იმას გამოვლინა, იმან დაიწყო მკურნალობა, ისე უკან გადაძლო ამას და ეს შეიძლება იაროს ოჯახის წევრებს შორის, ამიტომ თუ ერთ ოჯახის წევრს დაემართა, მიუხედავად იმისა, სხვებს სიმპტომები აქვს თუ არა აქვს, მაინც უნდა იმკურნალოთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ სრული განკურნება მოხდეს. რამე განსაკუთრებული რომ თქვათ, რომ განსაკუთრებული დეზინფექცია რამე სჭირდება არა, ჯერ უნდა გაიწმინდოს სველი წესით, შემდეგ შეიძლება ალკოჰოლით ან სხვა დეზინფექციის საშუალებით დამუშავდეს ზედაპირები, მაგრამ რამე განსაკუთრებული მოლა არ ჭირდება, იმიტომ რომ ოღონდ თუ ადამიანს არ აქვს აი ის
ქერქოვანი crusted მუნი თუ არა აქვს, ჩვეულებრივ მუნზეა საუბარი, თორე ის თუ აქვს, მაშინ ყველაფერს უნდა მოერიდო, ან აბსოლუტურად ყველაფერთან ხელთათმამებით უნდა გქონდეს კონტაქტი, თუ შენი ოჯახის წევრია მით უმეტეს და ძალიან საშიშია, იმიტომ რომ ეგეთი ადამიანი მილიონობით ესეთი მუნის ტკიპის მატარებელი შეიძლება იყოს, ამიტომ ძალიან ყურადსაღებია ეგეთი შემთხვევა, მაგრამ თუ კი ჩვეულებრივი მუნი არის, მაშინ განსაკუთრებული რაღაცა მკურნალობა ზედაპირებს არ ჭირდებათ და განსაკუთრებული დამუშავება, გარდა როგორც გითხარით, რაღაც პერიოდში ერთხელ სველი წესით გაწმენ და შემდეგ ხსნარით დამუშავება, ალკოჰოლი ან სხვა სადეზინფექციო საშუალება, რაც მოეპოვება ადამიანს. ხო, თუ კი აი ეს რთული მუნის შემთხვევა, მაშინ ეგეთი ადამიანი იზოლირებული უნდა იყოს, ადამიანი რომ მკურნალობას დაიწყებს მუნზე, თუ ჩვეულებრივი მუნი აქვს უბრალოდ, ანუ პირველი მკურნალობის მერე უკვე შეუძლია რომ განაგრძოს ჩვეულებრივი ცხოვრება, ოღონდ რა თქმა უნდა ახლო კონტაქტში არ უნდა შევიდეს და ზოგადადაც თუ კი ცნობილია რომ მუნია გავრცელებული, ყველანაირ ახლო კონტაქტს უნდა მოერიდოს ადამიანები, ჩახუტება, ხელის ჩამორთმევა, პირადი ნივთების გაცვლა და ესეთი რაღაცები ყველანაირად უნდა მოერიდნენ ადამიანს. შესაძლებელია რომ მაგალითად აი ის მერხი ან რამე გადაწმინდო ალკოჰოლური იმითი, რა ქვია, სველი სალფეტკით ან ასე ის გადააგდო მერე მოხმარების წინ თუ არიცი რომ აქ ხომ არიჯდა ვინმე დაინფიცირებული, თუმცა კიდევ ერთხელ ანუ ესეთი ძალიან საშიში არ არის რომ რაღაც ძალიან დაპანიკდეს ადამიანი, ჰაერწოთოვანი გზით არ გადადის, უფრო მეტად ახლო კონტაქტი ჭირდება, ეგ არის გასათვალისწინებელი. ხო, დაახლოებით 24-36 საათი ძლებს ეს თვითონ პარაზიტი სხვა ზედაპირებზე არ ჭირდება ცხოველებს მკურნალობა არ ჭირდება, კატა ძაღლს და მაგებს ცალკე არ მკურნალობენ ხოლმე. აი ესენი იყო რის თქმაც მინდოდა მუნზე. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.